მშვიდობისა საქართველო დღეს 6 ნოემბერია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საქართველოს დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს დღეს ასრულებს. მანამდე კი ირაკლი კობახიძე შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მერვე გამოფენას კვლავ ეწევა. ექსპოზიციის გახსნა გუშინ შედგა. საქართველოს პრემიერმა მასში მონაწილეობა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო. აქვე მდებარეობს საქართველოს საგამოფენო სივრცეც, რომელიც კობახიძე მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთად გახსნა. ითქვა, რომ საქართველოს სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს და რომ ჩინეთთან ინტენსიური თანამშრომლობა აძლიერებს ორი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. შანხაიში ყოფნის დროს გაფორმდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მემორანდუმებით სავაჭრო ურთიერთობებისა და საინვესტიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე ორიენტირებული. პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ესტუმრება იმპორტის საერთაშორისო გამოფენას, სადაც უკვე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ქართული კომპანია, მეწარმეები საქართველოდან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზებისთვის და ჩინეთი არის ერთ-ერთი უდიდესი გასაღების ბაზარი და შესაბამისად ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე გუშინ პრემიერ-მინისტრი შეხვდა შანხაის მერს. ქონდათ ძალიან საინტერესო საუბარი. შანხაის აქვს დადასტურებულად ინტერესი იმისა, რომ ითანამშრომლოს თბილისთან და ზოგადად შანხაიში არსებული ბიზნესს აქვს ინტერესი, რომ გარკვეული ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში. საავადმყოფოში რჩება სოფელ კაბალში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი. ექიმების შეფასებით 32 წლის სამართალდამცველი სიცოცხლე ჯავშან ჟილეტმა გადაარჩინა, თუმცა მას გულმკერდის არეში საკმაოდ სერიოზული ჭრილობა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირმა, რომელიც უნდა დაეკავებინათ ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმს, 52 წლის მირზა ალიევი საპასუხო ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებულია. ის ერთ-ერთი იყო იმ 35 ადამიანს შორის, რომელთა დაკავებაზეც განჩინება სასამართლომ გამოსცა. საქმე ეხება ქურდული სამყაროს წევრობის მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებს. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიება სასამართლომ შესაძლოა დღეს გადაწყვიტოს. პარალელურად პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა კიდევ ერთი საქმე, რომელიც რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის წართმევასა და უკანონო გაყიდვას ეხება. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარედგინათ დავით მიქაძესა და მისი დაცვის უფროს დავით ჩუბინიძეს. სასამართლოს მოლოდინშია ჯგუფური ძალდობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მანანა გიორგობიანი. გამოძიების ინფორმაციით 2 ნოემბერს ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა ნაცნობს, რომელიც ადგილზე რამდენიმე პირთან ერთად მივიდა. მათ მარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით ქუჩაში გაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 6-ვე პირი, მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის გამართვისას დადგენილი წესების დარღვევას ედავება. სასამართლომ დღის ბოლოს მსგავს რამდენიმე საქმეზე ემსჯელა. პრინციპში ნიკოლოზ სადავოდ არც გაუხდია ის გარემოება, რომ რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე იყო გადასული. ეს არ ყოფილა სადავო გარემოება და პრინციპში ამის დადასტურება, არ ვიცი, დიდად არც იყო ამის საჭიროება. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ის კანონი, რომლის საფუძველზეც პატიმრობა არის გამოყენებული, მათ შორის იგივე ნიკოლოზის მიმართ თუ სხვა ადამიანების მიმართ, შესაბამისობაში არ არის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან და ამას ეუთოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნებიც ადასტურებს, რომ პატიმრობის გამოყენება ამგვარ დარღვევებზე არ უნდა ხდებოდეს. გამოვიკვლეთ საქმეში წარმოდგენილი საკმაოდ მოცულობითი ორი ვიდეო კამერის ჩანაწერები, სადაც ნათლად და არაურაზროვნად ჩანდა, რომ ბატონი ნიკოლოზი ნამდვილად იდგა გზის სავალ ნაწილზე და კეტავდა ხელოვნურად სატრანსპორტო გზას. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ხდომაზე მან დაადასტურა სამართალდარღვევის ოლქში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სადაოდ არ გაუხდია არც ერთი მათგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან მოხდა სასამართლოსთვის შუამდგომლობის დაყენება მის სახელთან დაკავშირებით და ჩვენ მოვითხოვოთ მის მიმართ, რომ გამოყენებული ყოფილიყო ადმინისტრაციული პატიმრობა. მორიგი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი რუსთავში დაწყებულია თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტი ავარიული კორპუსების გამაგრება, რესტავრაციასა და ქუჩის შუაში რეკრეაციული ზონის მოწყობას ითვალისწინებს, სადაც მოწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავო სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სივრცეები.
კორპუსების რეაბილიტაცია, გამაგრებით სამუშაოების ჩატარება საკმაოდ რთული პროექტია და იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტის წარმატებით დასრულება გვინდა მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოსახლეობასთან ვიყოთ მჭიდრო კონტაქტში და ძალიან ხშირად გვაქვს შეხვედრები, იქამდე ვიდრე პროექტი დასრულდება. თბილისის ქუჩის 4, 16 და 20 შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობა ნაგებობის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა რეაბილიტაცია და შენობების გაძლიერებითი სამუშაოები. ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ქარელში. სამუშაოებს რეგიონული განვითარების მინისტრი დაესწრო. ითქვა, რომ მალე დასრულდება სოფელ ბრეთის მეურნეობაში თანამედროვე სპორტ დარბაზის მშენებლობა. ორსართულიანი ობიექტი სრულად იქნება მორგებული როგორც სპორტსმენების, ისე მაყურებელთა საჭიროებებზე. და ბაგარაში კი კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. დავათვალიერეთ ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის მეურნეობაში სპორტ კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობა, რომელიც დასრულდება დაახლოებით ერთ თვეში, წლის ბოლომდე დასრულებული იქნება, ღირებულებაში ადგენს 6 მილიონ ლარს. ასევე დღეს დავათვალიერეთ და ბაგარაში კულტურის ცენტრის მშენებლობა რეაბილიტაციის მიმდინარეობა. იმყოფებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში, სადაც მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა და უყურებთ, რომ დასრულების ეტაპზეა და რამოდენიმე თვეში ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს ამ უნიკალური ცენტრით, რომელიც დაფინანსდა რეგიონული განვითარების ფონდიდან. კასპიის, გორისა და ხაშურის ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელმა დაათვალიერა. მიხეილ გოგოლიძე გაესაუბრა ნაგავსაყრელზე მომუშავე თანამშრომლებსაც. შეხვედრის დროს ითქვა, რომ დაწყებულია მუშაობა სამოქმედო გეგმაზე და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ნარჩენების განთავსების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. გავიცანეთ და მოვინახულეთ ნაგავსაყრელები კასპიის, გორის და ხაშურის ტერიტორიაზე. შევხვდით თანამშრომლებს, გავეცანი გამოწვევებს, პრობლემებს, ვისაუბრეთ კომპანიის მომავალ გეგმებზე და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას და კომპანიის განვითარებას. ეს იყო დღეს კურიერის პირველი გამოშვება. მე 9-მდე უნდა დაგემშვიდობოთ. დილის ეთერი კი გრძელდება.